რუსეთში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის ნაწილი საცხოვრებელ ფართებს უკვე 20 წელზე მეტია უშედეგოდ ელის. დღეს მდგომარეობით მსგავსი პრობლემა ქალაქში 1200-მდე იძულებით გადაადგილებულ პირს აქვს. რა პირობებში უწევთ ცხოვრება დევნილებს, სანამ სპეციალური კომისია მდგომარეობას შეისწავლის და საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილებას იზრუნებს, ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. აფხაზეთიდან დევნილი ჯგერენაიების 5-სულიანი ოჯახი 21 წელია რუსთავში ქირით ცხოვრობს. გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობების მიუხედავად ფართში 100 ლარს იხდიან. ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ ამ თანხის გადახდაც უჭირთ, რადგან საერთო ჯამში ოჯახის თვიური შემოსავალი დევნილთა შემწეობიდან მიღებული 180 ლარია. 5-სულიანი ოჯახის საარსებოდ კი აღნიშნული თანხა საკმარისი არ არის. ინფორმაციას თუ როდის მოხდება მათი განსახლება, ამ მომენტისთვის იძულებით გადაადგილებული პირები ფლობენ. დევნილობის შემწეობა მაქვს 180 ლარი და აქედან 100 ლარს ვიხდით ქირაში. მე უმუშევარი ვარ, მაქვს აპლიკაცია დაწერილი, შარშან 2013 წელს დავწერე და იქიდან ველოდები ბინას, მაქვს 6.5 ქულა. იმპირდებოდნენ ხან რუსთაველზე, ხან დავით-გარეთზე, ხან მე-12-ში, მაგრამ სამწუხაროდ ვერსად ვერ მივიღე ბინა და მინდა თხოვნით მივმართო თუ ჩვენ რუსთავის სამმართველოს თუ სამინისტროს, რომ სამი შვილი მყავს, სოციალურად დაუცველი ვარ, ერთ-ერთი შვილი ავამთ მყავს თირკმელებით და მინდა რომ მომაქციონ ყურადღება. მარინა ხოფერია სოციალურად დაუცველი დევნილია, ჯგერენაიების მსგავსად ისიც მრავალი წელია რუსთავში ქირით ცხოვრობს. ერთოთახიან ბინაში ის შვილთან და შვილიშვილთან ერთად იმყოფება და ამბობს, რომ რამდენიმე დღეში ბინის დატოვება მოუწევს, რადგან მეპატრონე ბინის გაყიდვას აპირებს. ხოფერიების ოჯახს იმედი აქვთ, რომ დევნილთა სამინისტრო საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილებს და ქირის გადახდა აღარ მოუწევთ, რაც მათი თქმით ოჯახისთვის დიდი შეღავათი იქნება. მარინა ხოფერია ქრონიკასთან კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემაზე საუბრობს. მისი თქმით 28 წლის შვილს, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. მისი მკურნალობის სახსრები კი ოჯახს არ გააჩნია. ყელის კიდურზე ქონდა სისხლების წამონაზარდი. დაგვეხარჯა 6000 ლარი. მკურნალობა და ოპერაცია, მაგრამ არავინ არ დაგხმარებია ამაში, ჩვენ თვითონ ჩვენი ხარჯებით, ვინ როგორ დაგვეხმარა იმის საშუალებით. რა ვიცი, ყველანაირად ვეცადეთ, რომ ეს სიცოცხლე შეგენარჩუნებინა ჩვენი გოგოსთვის. ახლაც სანამ არსებობს, ყოველთვის უნდა იყოს წამლების ქვეშ. ქრონიკის გადამღები ჯგუფი დაინტერესდა, რა ეტაპზეა ამჟამად დევნილთა საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროცესი. სამინისტროს წარმომადგენელი მერაბ გოქსაძე აცხადებს, რომ მის ტერიტორიულ ორგანოში 1200 განცხადებაა დაწერილი ბინის მიღების თაობაზე. თუმცა პირველ ეტაპზე საცხოვრებელი ფართით რუსთავში რეგისტრირებული დევნილები დაკმაყოფილდებიან. ასეთი კი ქალაქში 250-მდე ოჯახია. ჩვენ ტერიტორიულ ორგანოში შემოსულია სულ 1200 განაცხადი ბინის მიღების თაობაზე. დევნილთა სამინისტრო მუშაობს ამ საკითხზე, რომ ეს დევნილები, რომელთაც განაცხადი აქვს შემოსული, რომ ეტაპობრივად დაკმაყოფილდნენ. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ვინც არიან დევნილები და აღნიშნული ოჯახები, ეტაპობრივად კომისიის გადაწყვეტილებით მიიღებენ ბინებს უახლოეს პერიოდში. სანამ სპეციალური კომისია დევნილთა მდგომარეობას შეისწავლის და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს, მანამდე იძულებით გადაადგილებული პირები სამინისტროს ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას თხოვენ.